მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ სირიუსზე და განვიხილავთ სირიუსული წარმოშობის სულები დედამიწაზე. რა პრობლემებს აწყდებიან? წარმოშობის გულისხმობ, რომ დიდი გავლენა აქვს იქიდან წამოღებული, ასე ვთქვათ. პირადად მე რაც შემეხება, ჩემში ორიონის მოგონებები ძალიან ცოცხალია. და ზუსტად ვიცი როგორია იქ როცა ხარ. მაგრამ ორიონამდე მქონდა სირიუსზე ინკარნაციები. და სირიუსი ჩემთვის არის უფრო როგორც ბავშვობის მოგონება, რომელიც მოგიყვნენ, რომ იქ იყავი, სურათებში ნახე, რომ იქ იყავი. შენში ხედავ იმ ნაწილს ზუსტად, რაც იქიდან წამოვიდა. მაგრამ ესე ჩემში ბევრად მკრთალია ეს განცდა. იმიტომ რომ როგორც განცდა, სირიუსზე ველი არ არის ესეთი ძლიერი, არ არის ესეთი, ასე ვთქვათ, ცოცხალი, როგორც თუნდაც ორიონზეა ან დედამიწაზეა. სირიუსი არის ძალიან ნაზი, ძალიან მსუბუქი, სიმსუბუქის განცდა, ჰარმონიის განცდა, ძალიან დიდი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც დედამიწაზე იბადებიან, შემდეგ სირიუსელი სულები აქ შემოაქვთ მარტო ჰარმონია და შემოაქვთ მარტო, რა ვიცი, სიკეთე და სიყვარული. პირიქითაც არის ზოგჯერ. და ეხლა ვისაუბრებთ კონკრეტულად, მე რას ვხედავ, რა პრობლემები ექმნებათ უმეტესად სირიუსელ სულებს. თუ თქვენთან არ რეზონირდა ეს ვიდეო, აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი რეზონირდეს. მაშინ შეგიძლიათ საერთოდ არც უყუროთ, რადგანაც მე ვგრძნობ, რომ წინა ვიდეოც მაგალითად ორიონზე რომ ჩავწერე, მე თვითონ არანაირი ინტერესი არ მქონდა, რომ ჩამეწერა, მაგრამ იმდენად ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ ზუსტად ამ კითხვების დასმა უნდოდათ, ან ზუსტად ეს აინტერესებდათ და ძალიან რეზონირდა, რომ მივხვდი, რომ მას სჭირდებოდათ. ეხლაც თუ თქვენთან რეზონირებს, შეიძლება თქვენთვის ვწერო ამ ვიდეოს, შეიძლება არა. ხო, ესე იგი, დაახლოებით თქვი უკვე, რომ სირიუსი არის ძალიან ნაზი და ჰარმონიული ველი. რა განსხვავებაა ახლა? იქიდან ჩანს უფრო ყველაფერი, ანუ ჩვენ ახლა დედამიწაზე ხო ვართ ჩვენთვის ძირითადად და უმეტესობას ადამიანებისას არ აქვს აღქმა სხვა ცივილიზაციებს, თუნდაც იმ ცივილიზაციებისაც კი, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, ადამიანები არ არიან ერთადერთი გონიერი არსებები დედამიწაზე. არიან სხვებიც, რომლებიც ცოტა არიან ძალიან იმალებიან, მაგრამ არიან. მაგრამ ადამიანების უმეტესობა თავის პლანეტაზეც კი ვერ აღიქვამს ყველაფერს, არათუ სხვაგან, ხო? ეს სირიუსი არის აბსოლუტურად სხვა სიტუაცია. იქიდან თითქოს ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაც ჩანს. ჩანს სამყაროში უფრო რა ხდება? აღიქმება უფრო კარგად. და თითქოს რაღაცა ჰარმონიის გავრცელების ცენტრივით არის სირიუსი, რაღაცა ესეთი შეგრძნებაა იქ. და კონკრეტულად ახლა რა პრობლემებს აწყდებიან, როდესაც იქიდან აქ იბადებიან. არიან ასევე, ვისშიც მე ვხედავ სირიუსის გავლენასაც, ვხედავ იმასაც, რომ სადღაც სხვაგანაც აქვს ინკარნაციები და შემდეგ დედამიწაზე და არიან სულები, რომლებსაც პირდაპირ ის სირიუსზე იყვნენ და მერე დედამიწაზე ინკარნირდნენ. მაგრამ ეს პრობლემა ზოგჯერ რაც არ უნდა სხვა ადგილებშიც იყო ინკარნირებული სირიუსის გარდა, მაინც მოყვებათ დედამიწაზე, როცა იბადებიან. პირველი, ეს არის საზღვრების დაცვა. არის ძალიან დიდი პრობლემა სირიუსელებისთვის. და ეხლა გეტყვით რატომ. იქ საკუთარი საზღვრები ძალიან გაბლარულად აღიქმება, ანუ წარმოიდგინეთ, მთელი საზოგადოება აღიქმება, როგორც რაღაცა ერთი გუნდი, თუ ორიონზე არის რომ შენები და სხვისები, ხო? იქ არ არის ეს სხვისები არ არსებობს. შენებია სულ და ეს ერთი გუნდი ცდილობს, რომ რაც შეიძლება ყველა წევრი იყოს ჰარმონიაში. და არ არის საზღვარი, რომ ეს მე ვარ, ეს ის არის. თითქოს რაღაცა ერთი კომპანიის თანამშრომლები ზიხართ და აკეთებთ brainstorming-ს, როგორ გააუმჯობესოთ სამყარო.
ოღონდ არ არის არანაირი შური ან იმან რატომ მოიფიქრა და მე ვერ მომიფიქრე, აი ძალიან ჰარმონია. ამიტომ როდესაც დედამიწაზე იბადებიან, ვერ საზღვრებს ვერ იცავენ. უკიდურესობებში გადადიან, ან საერთოდ ჩაკეტავენ საზღვრებს და ვერ შედიან კონტაქტში, ან პირიქით არის, რომ ძალიან ადვილია მათი საზღვრების დარღვევა და ვერ ჩხდებიან ამას. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეორე, რასაც ვაწყდები და რასაც ვხედავ, ეს არის თვითრეალიზაციის პრობლემა. და ეხლა ეს საიდან მოდის? ინფორმაცია და ტვინი და მენტალური სხეული სულ სხვა დონეზეა სირიუსზე. იქ, ასე ვთქვათ, მენტალური სხეული არის ძალიან დიდი. გვაქვს ტვინი, რომელშიც ძალიან ბევრი რაღაცა ეტევა ერთდროულად. და არსებობს ცნობის მოყარება, ეს გაფართოება აღიქმება რაღაცა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებად, მენტალური გაფართოება. ანუ დედამიწაზე სირიუსელები არიან ძალიან ცნობის მოყარეები. თუ გინახიათ ადამიანს, რომ აინტერესებს, მაგალითად ფილოსოფია აინტერესებს რაღაც ისეთი რაღაცა, რასაც პრაქტიკაში ვერ გამოიყენებს. ან უსაზღვროდ ბევრი რაღაცა აინტერესებს ამის სწავლას და ამთავრებს, მე რაღაც სხვა რაღაც სწავლას იწყებს, ხო? ეს შეიძლება მოდიოდეს იქიდან, რომ ეს ადამიანი სირიუსზე იყო. იქ არ ივსება ტვინი, ანუ აი ადამიანს ხო აქვს რაღაცა საზღვრები, ხო, ძალიან ბევრს როცა ისწავლი, მე ხო გავიწყდება რაღაცა. იქ არაფერი არ გავიწყდება, ანუ ტვინში გეტევა ძალიან ბევრი რაღაცა. და იმიტომ სწავლობ, რომ გაფართოვდე. პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს ამ სწავლას. აი მენტალური სხეული მაგალითად ორიონელებს აქვთ ასევე ძლიერი მენტალური სხეული, მაგრამ იქ არის უფრო მენტალური სხეულის სიფართოვე კი არ არსებობს, არსებობს მუშაობს უფრო კარგად, ამუშავებს უფრო კარგად ინფორმაციას და იქ სირიუსზე უფრო მეტად ეტევა უბრალოდ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, აქ შეიძლება სწავლობდეს ძალიან ბევრს სირიუსელი ცნობიერება, მაგრამ ვერ პოულობს ამის პრაქტიკულ გამოყენებას. ანუ აი რაში სჭირდება, ვერ ხვდება. ვერ ხვდება ის, რაც თეორიულად იცის, პრაქტიკაში როგორ უნდა გამოიყენოს. იმიტომ რომ იქ, სადაც ამას სირიუსზე აკეთებს, არ სჭირდება ამას არანაირი გამოყენება. როცა სწავლობ, ეს განიჭებს სიამოვნებას და არ სწავლობ იმისთვის, რომ რაღაცაში გამოიყენო. უბრალოდ ფართოვდები და ეს სიამოვნებს. და აქ ხდება ისე, რომ ადამიანი სწავლობს, ფართოვდება, მაგრამ ვერ ხვდება, რაში უნდა გამოიყენოს, როგორ უნდა მონეტარიზაცია, როგორ მოახდინოს აი ამ თავისი ცოდნის. იმიტომ რომ დედამიწაზე არა გვაქვს უსაზღვრო ცოდნის ქონის შესაძლებლობა. დედამიწაზე ტვინში რაღაცა ნაწილი, ანუ მენტალურ სხეულში რაღაცა ნაწილი გვეტევა, რაღაცის მერე არ გვეტევა. ხო, კიდე ინფორმაცია იქ არის უფრო, ასე ვთქვათ, ყველასათვის ხელმისაწვდომი. არ არის ისე, რომ რაღაცა დაფარული, ანუ თითქოს ყველაფერი ყველამ იცის. და აქ დედამიწაზე გვიჩნდება ხოლმე ესეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ყველამ იცის, ანუ ინფორმაცია ჰაერშია. აი ამას სირიუსელი სულები იძახიან ხოლმე. და აი ეს თვითრეალიზაციის პრობლემა გლობალური იმიტომ ხდება უფრო სირიუსელისთვის, რომ ამას ემატება კიდე პასიურობის პრობლემა და ერთად ქმნის თვითრეალიზაციის დაბლოკვას, იმიტომ რომ იქ არ გაქვს ესეთი დრაივი, რომ რაღაც გააკეთო, თითქოს აი ველი ერთიანად გმართავს რაღაცას. როგორც წყალში რაღაც ტივტივებს ესეთ შეგრძნება რა. გრძნობ, რომ ყველას შენაერი ინტერესი აქვს, ყველას ინტერესი შენსას ემთხვევა და არ გჭირდება, რომ შენ წინ წამოხვიდე და რაღაც მოითხოვო, ან რაღაც დაამტკიცო. და უფრო ენდობი, ასე ვთქვათ, სამყაროს ენდობი, აი ყველა იმ ადამიანს კი არა და ყველა იმ სირიუსელს, რომელიც შენ გარშემოა. და ბუნებრივად ეს ქმნის პასიურობას, რომ აი სამყარო თვითონ ყველაფერს დაალაგებს, მინდობა, ეს ყველაფერი
სირიუსელების პრობლემებია დედამიწაზე, იმიტომ რომ დედამიწაზე 100% წესი არ არის. 100%-ით სამყარო ყველაფერს არ ალაგებს. ანუ 50-50-ია ისეც რაღაცას აკეთებს და შენც რაღაც უნდა გააკეთო. ისე არ არის, რომ ყველაფერი მიუშვა და შენ უბრალოდ იყო. ამითი ვერაფერს ვერ მიაღწევ დედამიწაზე. მესამე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემა, რაც სირიუსელებისთვის შემიმჩნევია, არის გულუბრყვილობა. ზედმეტად სჯერათ ყველაფრის, ზედმეტად ენდობიან ადამიანებს. ანუ სიმართლეს ვერ გრძნობენ, ეს რა არის მართალი, რა არ არის, იმიტომ რომ აი ეს მომენტი მოდუნებული აქვთ, რომ გავარჩიო მე თვითონ რა არის მართალი და რა არ არის. რაღაც მოვიდა ინფორმაცია, რატომ უნდა იყოს, რატომ უნდა იძახდეს ადამიანი ტყუილს, რატომ უნდა მატყუებდეს, ანუ თუ იძახის რაღაცას, ესე იგი მართალია. იმიტომ რომ სირიუსზე ტყუილი არ არსებობს, ვიღაცა თუ რაღაცას გეუბნება, ესე იგი მართალია, სხვა ინტერესი არ აქვს, ყველას ერთნაირი ინტერესი აქვს, რატომ უნდა მოგატყუოს. და ამიტომ აი იუპიტერის პრობლემაა ხოლმე ძალიან ხშირად სირიუსელებთან. ან იუპიტერი და რაჰუ ერთად აქვთ, ან იუპიტერი აქვთ დამწვარი 0 გრადუსში და აი ეს ცოდნა რაც იქ არის ხო, აქ არ ესმით. რატო არის ცოდნა დაფარული, ან რატო არის ცოდნა ვიღაცისთვის მიუწვდომელი. ან არასწორი ცოდნა ეს არ ესმით. ანუ რაღაცა სწავლება შეიძლება იყოს ტყუილი, ხო? რაღაცა შეიძლება სპირიტუალობად ჩანდეს, მაგრამ გახდე რაღაც სექტის ნაწილი. აი ეს არ ესმით, როგორ შეიძლება ხდებოდეს. ასევე აი რელიგიურობისაკენ, ფილოსოფიისკენ და რაღაცა ესეთი ჰარმონიის შექმნისკენ. დედამიწაზე დიდი მიდრეკილება აქვთ სირიუსელებს. ოღონდ განსხვავდება ეს ორიონისგან. აი ორიონელებსაც ვთქვი, რომ უყვართ მეთქი რაღაცა ჰარმონიის შექმნა საზოგადოების, მაგრამ იქ არის უბრალოდ თანამოაზრეების ჯგუფი და ეს თანამოაზრეები შეიძლება იყვნენ ყველა ძალიან აგრესიული ან რაღაცა ესეთი. და სირიუსელებს უნდათ აი მართლა რასაც ქვია ჰარმონია. ბუნებასთან უფრო მეტ ჰარმონიასაც გრძნობენ. მაგალითად გრძნობენ როგორია, როცა ბუნება შენთან არის ჰარმონიაში. მეოთხე პრობლემა, რაც შემჩნევია, ეს არის დაკარგულობის პრობლემა. ოღონდ ეს დაკარგულობის პრობლემა ხა როგორ აღიქმება? როცა მიჩვეული ხარ, რომ ისეთ გარემოში ხარ, სადაც პირადი ინტერესი არ არსებობს, არის ყველა ჰარმონიაში ერთმანეთთან და უცებ დედამიწაზე ჩამოდიხარ, უცებ გიჩნდება შეგრძნება თითქოს აი როგორც როცა ინდოეთში პირველად ჩადიხარ და გზაზე გინდა გადახვიდე, ყველა ერთად ასიგნალებს და ყველა ქაოტურად მოძრაობს დედამიწაზე და ცოტა ხანი ესეთი რაღაც ემართებათ სირიუსელებს, რა ქრა უნდა გავაკეთო, აი რაღაცა. ვერ გავიგე აქ რა უნდა გავაკეთო, რაღაც ეგეთ შეგრძნება აქვთ ხოლმე. განსაკუთრებით მათ ვისაც ბევრი ინკარნაცია არ აქვს დედამიწაზე. მე რაღაც მომენტში უკვე ჩაითრევთ კარმა ვიღაცა ხელს კრავს შეიყვანს ამ იმაში, ქაოსში და გამოდიან, მაგრამ შეიძლება მართლა 1000 წლეულობის გაგრძელდეს ეს დაკარგულობის შეგრძნება და ხო, ესეც სერიოზული პრობლემაა. და მე რასაც ვიტყოდი, რომ ყველაზე გლობალური პრობლემაა სირიუსელებისთვის და შემაწუხებელი, ეს არის სხვა ადამიანების ტკივილის განცდა. და ეხლა ეს საიდან მოდის? სირიუსელებს აქვთ ბუნებრივად ველი გარშემო. ანუ სადაც მათი სხეული მთავრდება, იქ არ მთავრდება მათი ენერგია, ენერგეტიკული სხეული არის ცოტა რაღაცა გაწელილივით. და აქვს ღია მოყვითალო ნათებასავით. აი მე ხშირად მეუბნებიან, რომ შენგან მოდის
ყვითელი ნათება რაღაც მესიჯებითაც კი მეუბნებიან რომ მესიჯიდან მოდის ყვითელი ნათება. ესეც ცნობენ სხვათა შორის სირიუსელები ერთმანეთს. თუ როდისმე გიგრძვნიათ ჩემგან თითქოს ყვითელი სინათლე მოდის, დიდი შანსია რომ თქვენს გქონდათ სირიუს რეინკარნაცია. ხო და ეს სინათლე არ არის უბრალოდ სინათლე, ეს არის ველი, რომელიც მოქმედებს სხვა ადამიანებზე, მაგრამ სხვა ადამიანებიც მოქმედებენ ამ ველზე. ემპათია გაგიგიათ ალბათ ესეთი რაღაცა. საზღვრების გაბლარვასაც უკავშირდება ეს ყველაფერი. ოღონდ ეს ველი ეხება სხვა ადამიანებს, ამ სირიუსელების და შესაბამისად იმათი ტკივილი შეიძლება იგრძნოს შენად. შეიძლება კი არა და დიდი შანსია რომ იმათი პრობლემები შენად იგრძნო. და ეს ხდება არაგაცნობიერებულად. მე იმაზე არ ვსაუბრობ, რომ აი სამსახურში შენი თანამშრომელი რაღაცას წუწუნებს სულ და შენ გინდა რომ დაეხმარო. არა, ეს მე ვიძახი ამას აბსოლუტურად გაუცნობიერებლად. როცა შენ წარმოდგენა არ გაქვს, რომ მაგალითად შენი მეგობარი ახლა ცუდად არის, მაგრამ შენ რატომღაც ცუდად ხარ? იმიტომ რომ შენი ველი იმას წუდება და შენ ველიდან გრძნობ ამ ცუდად ყოფნას. რაც უფრო საკუთარ თავზე მუშაობენ, მით უფრო იზრდება ეს ველი, მით უფრო ბევრ ადამიანს ეხება და შესაბამისად სჭირდებათ ძალიან ესეთი მყარი ღერძის ქონა, რომ ამ ყველაფერს გაუძლონ და ამ ყველაფერმა არ გაჭყლიდოს, იმიტომ რომ საკმაოდ უსიამოვნო განსაცდელია ეს ყველაფერი. ესეც დიდი პრობლემაა. ანუ ეს რა არის, ეხლა ცნობიერებას ახსოვს ეს, რომ ყველას ინტერესი შენი ინტერესია და შესაბამისად თუ ყველას ინტერესი შენი ინტერესია, როცა შენ ვითარდები, მიგყავს ყველა თქვენ ცნობიერად შენ ველთან ერთად. განვითარებისკენ რაღაცას ამუშავებ და შესაბამისად იმათაც მოქმედებს, იმიტომ რომ შენ ცნობიერებას გქონია, რომ ეს ყველა მე ვარ და ამას აკეთებს ყველანაირი გაცნობიერების გარეშე ავტომატზე. ანუ შენ არ შეგიძლია ეს გააჩერო. ესია. გააჩერო შეგიძლია მარტო თუ წახვალ და რა ვიცი, განდეგილი იქნები. და ადამიანებთან არ გექნება, ასე ვთქვათ, კავშირი. ხო, გამოსავალი რა არის ახლა? გამოსავალი ყველა ამ პრობლემიდან პირველ რიგში გაცნობიერებაა. პირველ რიგში USS-ია, თურმე და გაცნობიერებიდან იმას მაინც ამჩნევ, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დაამუშავო. შესაბამისად, დედამიწაზე სხვანაირად ხდება ყველაფერი, სხვა კანონებია. მე მაქვს ავტომატაზე რაღაცა გამოყოლილი, რაც ახლა აქ აღარ მუშაობს და უნდა შევცვალო, უნდა გავუშვა. და არ უყვართ სირიუსელებს ზედმეტი, ასე ვთქვათ, დაწოლა, ზედმეტი მუშაობა საკუთარ თავზე, რომელიც ტანჯვასთან ასოცირდება. უფრო რბილად, ანუ საკუთარ თავთან უფრო რბილად უნდა იმუშაო ადამიანმა. უფრო ჰარმონიაში სამყაროსთან შედარებით. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სულია ასევე, ვისაც მარტო სერიოზი კი არ აქვს ინკარნაცია, სხვაგანაც აქვს. ის სხვა პრობლემებიც გვაქვს ამოღებული. უბრალოდ თუ დავაფიქსირებთ, რა საიდან მოდის, ეს უკვე ჩვენთვის დამუშავების ნაწილია, გარკვეულწილად. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ ბედნიერ ცხოვრებას დედამიწაზე.